გამარჯობათ. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი მე და მე ვუძღვნა საშუალო სქესის განხილვას. წინა ვიდეო გაკვეთილებში ჩვენ უკვე განვიხილოთ მდედრობითი და მამრობითი სქესი. დღეს მინდა საშუალო სქესები საუბროთ და ამით დავხუროთ ჩვენ არსებითი სახელის განხილვა. დავიწყოთ მაშინ. საშუალო სქესს განეკუთვნებიან ადამიანთა და ცხოველთა შვილების სახელწოდებები. მაგალითად, das Kind, ბავშვი, das Kalb, ხბო, das Lamm, ბატკანი, das Ferkel, გოჭი და das Baby, ანუ თოთო ბავშვი. მეორე, ლითონის სახელწოდებები. das Eisen, რკინა, das Kupfer, სპილენძი, das Silber, ვერცხლი, das Gold, ოქრო. და აქ გვაქვს ერთი გამონაკლისი, რომელიც არის der Stahl, რკინა, ანუ გადამუშავებული რკინა, ანუ ფოლადი. შემდეგ, როგორც წინა გაკვეთილებში აღვნიშნე, გერმანიაში საერთოდ ქვეყნები და ქალაქები არიან საშუალო სქესის. ანუ აქვთ das article. და თუ ქვეყანას საშუალო სქესის არტიკლი აქვს, მაშინ მას არ ვხმარობთ. ამიტომ მიწერია ესენი ყველა ქვეყანაც და ქალაქებიც ბრჭყალებში, რომ არ ვხმარობთ. და არტიკლს ვხმარობთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არიან მდედრობითი და მამრობითი სქესის. მათ სანახავად შეგიძლიათ წინა ვიდეოები ან წინა ფაილები ნახოთ. და ყველა ქალაქი, აბსოლუტურად ყველა ქალაქი, გინდ იყოს ეს გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში, არის ყოველთვის საშუალო სქესის, ანუ das artiklis და ამიტომ მათი ხმარების დროს, ანუ თუ ვიცახეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველოში ან ჩვენ ვართ თბილისში, ჩვენ არანაირ არტიკლს არ ვიყენებთ. მარტო წინდებული და ჩვეულებრივ ქალაქი. აი მაგალითად, რომ თქვათ, რომ ich bin Ich bin in Georgien. ხო, ანუ გეორგien მოკლედ რო დავწერო არის GGE. მე ვარ საქართველოში. და რო თქვათ მე ვარ თბილისში, უნდა ვთქვა ich bin in Tiflis, ხო? ანუ მე ვარ თბილისში. ამ შემთხვევაში როგორც დააკვირდით, თბილისის და წინდებულს შორის, აი აქ არაფერი არ ჩავსვი, იმიტომ რომ თბილისი არის ქალაქი და გერმანულ ენაში ყველა ქალაქი, აბსოლუტურად ყველა ქალაქი არის საშუალო სქესის და ამიტომ არტიკლის გარეშე გამოიყენება. აგრეთვე საქართველოზე, ხო? საქართველო არის საშუალო სქესის ქვეყანა და ამიტომაც აქ არ გამოიყენება არანაირი არტიკლი. მაგრამ მე რომ თქვა, რომ მე ვარ მაგალითად შვეიცარიაში, შვეიცარია განეკუთვნება მდედრობითი სქესის ქვეყანას და ამიტომ უნდა ვთქვა ich bin in der Schweiz. მე ვარ შვეიცარიაში. Ich bin in der Schweiz. მე ვარ შვეიცარიაში. და რომ თქვა მე ვარ ციურიხში, მაგალითად შვეიცარიის ქალაქია, ich bin in Zürich, მაგალითად. ამ შემთხვევაში ეს რადგან ქალაქია, აქ არანაირი არტიკლი არ გამოვიყენე აბსოლუტურად. და თუ ვიტყვი რომ მე ვარ მაგალითად ირანში, ვიტყვი ich bin im Iran. im არის კომბინაცია in plus dem. და გამოგვივიდა im. Ich bin im Iran. და არა ich bin in Iran, არა. უნდა ვთქვათ აუცილებლად ich bin in dem, ანუ in dem არის გაერთიანება როგორც im. შემდეგ სასტუმროების, კაფეებისა და კინოთეატრის სახელწოდებები. das Iberia, das Radisson, das Rustaveli. ანუ ყველა არის ავტომატურად საშუალო სქესის. შემდეგ ასოების, ნოტების, ფერებისა და ენის სახელწოდებები არიან საშუალო სქესის გამონაკლისები, აქ არ გვაქვს. მაგალითად, das Y, ეს ანუ ასოები, მერე ნოტები do re mi fa sol la si do, ასე შემდეგ ფერები, das Gelb, ყვითელი, das Schwarz, შავი, das Blau, ლურჯი, das Weiß, თეთრი და ასე შემდეგ. ენები
das Spanisch, ანუ SP იკითხება როგორც SP, das Spanisch, das Georgisch, das Deutsch და ასე შემდეგ. ესენი არის ყველა ავტომატურად საშუალო სქესის. ეს იყო არსებითი სახელის განხილვა მნიშვნელობის მიხედვით, ეხლა კი განვიხილავთ თუ როგორ უნდა განსაზღვროთ საშუალო სქესი ფორმის მიხედვით. მაგალითად, თუ არსებითი სახელი ბოლოვდება ხენზე, ანუ ხენს ვიძახით ძალიან უხეშად, მაგრამ ასე არ გამოვთქვათ და line-ზე. თუ აი ამ ორ სუფიქსზე, ანუ ბოლოსართზე ბოლოვდება, ანუ ეს ბოლოსართები ამ ბოლოსართებს ეძახიან აგრეთვე კნინობით ბოლოსართებს და რატომ ამას მალე გავიგებთ? ანუ თუ ამ ორ ბოლოსართზე ბოლოვდება არსებითი სახელი, ისინი არიან საშუალო სქესის. მაგალითად, das Haus არის სახლი, ხო? ანუ ჩვეულებრივად ერთი სახლი. და თუ გვინდა ვთქვათ, რომ პატარა სახლი, ანუ პატარა სახლუკა, ასე რომ ვთქვათ, მე ითქმის das Häuschen. ნახე, ხენი, ანუ ხენი წერია, მაგრამ ხენს არ ვიძახით, რა თქმა უნდა. ეს ხენ რო წერია აქ, ვკითხულობთ როგორც hier, ნახე, das Häuschen, Häuschen. Das Mütterchen, დედიკო, das Tischlein. ეს line ეხა ჩვეულებრივ იკითხება. Das Tischlein, პატარა მაგი და das Büchlein, პატარა წიგნი. ანუ თუ ბოლოვდება ხენ, ანუ ხენს ვიძახი, მაგრამ ხენი იკითხება რა თქმა უნდა, თუ ბოლოვდება ხენ და line ბოლოსართებზე. ანუ ბოლოსართი იგივეა რაც სუფიქსი. თუ ამ ბოლოსართებზე ბოლოვდება, არის ავტომატურად საშუალო სქესის. შემდეგ. თუ გვაქვს დაბოლოებები, შემდეგი დაბოლოებები, ეს უნდა დავიზეპიროთ აუცილებლად nis, sal, sel, tum. nis, sal, sel, tum. სუფიქსებზე თუ ბოლოვდება, მათი უმრავლესობა არის საშუალო სქესის. მაგალითად, das Geheimnis, ნახე, nis-ზე დაბოლოვდა. Das Geheimnis, საიდუმლო, das Schicksal, ბედი, das Rätsel, გამოცანა, das Eigentum, თუმზე ბოლოვდება, საკუთრება. ესენი არიან ავტომატურად საშუალო სქესის. აქაც რა თქმა უნდა გვაქვს გამონაკლისები, მიუხედავად იმისა, რომ ესენი ბოლოვდებიან nis-ზე, sal-ზე და tum-ზე, ისინი არ არიან საშუალო სქესის. მაგალითად, das Erlaubnis, ნებართვა, die Kenntnis, ცოდნა, die Mühsal, დარდი, ნაღველი, die Drangsal, გაჭირვება, der Reichtum, სიმდიდრე და der Irrtum, შეცდომა. ესენი არიან გამონაკლისები, უნდა დავიზეპიროთ ავტომატურად. საერთოდ ჩემს ფაილებში თუ რაიმე მიწერია წითელი ასოთი და არის ეს წითელი, ანუ მუქი ასოთი, ანუ დიდი ასოებით, ესე რომ ვთქვათ, ამიტომ ყოველთვის ესენი უნდა დავიზეპიროთ. ანუ ამიტომ არიან ესეთი გამოყოფილები, რადგან გამონაკლისები არიან. შემდეგ. G პრეფიქსიანი, ანუ პრეფიქსი იგივეა რაც თავსართი, ანუ თავში უნდა ეწეროს, აი როგორც აქ ხედავთ, G პრეფიქსიანი და ხშირად E სუფიქსიანი. სუფიქსი იგივეა რაც ბოლოსართი. ანუ G თავსართიანი და E ბოლოსართიანი კრებითი უსულო არსებითი სახელები. მაგალითად, კრებითი სახელები არიან ეს რამოდენიმე სახეობის პროდუქტის რო ერთი სახელი ქვია, ხო? აი ესენი არის კრებითი სახელები. მაგალითად, das Gemüse, ნახე, G თავსართი, E ბოლოსართი. G თავსართი, E ბოლოსართი. ნიშნავს ბოსტნეულს. ბოსტნეული ხო კრებითი სახელი, ანუ ეს აღნიშნავს რამოდენიმე ბოსტნეულს, კიტრი, პამიდორი და ასე შემდეგ. გაერთიანებას, ხო? თან ეს უსულო არის, ბოსტნეული უსულო სახელია. შემდეგ, das Getreide, მარცვლეული. აქ შეიძლება იგულისხმო ხორბალი, ქართულად ლაინზამენ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მარცვლეულები. ისინი არიან კრებითი სახელები და უსულოები. შემდეგ, das Geräusch. ამას აქ მხოლოდ გვაქვს თავსართი, ბოლოსართში სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ როგორც წესიდან გამომდინარე ვთქვი, ხშირად არის E სუფიქსიანი და აქ არ გვაქვს E სუფიქსი, მაგრამ ხმაურიც არის კრებითი სახელი, ანუ რამოდენიმე ადამიანის საუბრის ან მოქმედების დროს გამოწვეული ეს ხმა
ერთად არის მერიკვე ხმაური, ხო? შემდეგ das Geschlecht, მოდგმა თაობა სქესი. ესეც არის საშუალო სქესი. შემდეგი გერმანულ ენაში გვაქვს გაარსებითებული არსებითი სახელები და ეს გაარსებითებული არსებითი სახელები მოდის ჩვეულებრივი ზმნის ინფინიტივიდან არანაირი შეცვლით. რა ხდება? იღებენ ჩვეულებრივ ზმნას, მაგალითად, leben ხო არის ცხოვრება, leben პატარასოთი რო ეწეროს, ხო იქნებოდა როგორც ზმნა leben. მას უბრალოდ ასოს უცვლიან, ანუ დიდი ასოთი წერენ და ჩვეულებრივ არტიკლს აძლევენ და გამოდის არსებითი სახელი. მაგალითად, leben lebte gelebt არის ზმნა, ანუ როგორც ცხოვრება და das Leben არის ცხოვრება, მაგალითად, როგორც არსებითი სახელი. შემდეგ, lachen lachte gelacht არის სიცილი, როგორც ზმნა და როგორც არსებითი სახელი არის მერე das Lachen. მაგალითად, dein Lachen gefällt mir, შენი სიცილი, შენი ღიმილი მომწონს. და ასე შემდეგ, das Turnen, ანუ ვარჯიში და turnen turnte geturnt, ანუ როგორც სუსტი ზმნა გვხვდება გერმანულ ენაში. შემდეგ, თუ არსებითი სახელი ბოლოვდება თელზე და ხშირად არის ხოლმე, ანუ იშვიათად არის ხოლმე stell, ანუ stell ერთად კომბინაციაში. თუ ბოლოვდება ამ სუფიქსზე, ანუ ბოლოს არცზე, ანუ ნიშნავს, რომ ბოლოს ართი ყოველთვის სიტყვიდან გამომდინარე ბოლოში უნდა იდგეს, das Drittel, მესამედი, das Zwanzigstel, მეოცედი, das Viertel, მეოთხედი. ანუ თუ თელზე ბოლოვდება, არის საშუალო სქესის. შემდეგ, როგორც წინა ვიდეო გაკვეთილებში აღვნიშნე, გერმანულ ენაში როგორც ისევე სხვა ენებში გვაქვს ინტერნაციონალური სიტყვები. და ეს ინტერნაციონალური სიტყვების დაბოლოებები სამწუხაროდ უნდა დავიზეპიროთ, თუ რომელ სქესს რომელი დაბოლოებები აქვს. ასევე არის საშუალო სქესიც. თუ არსებითი სახელი ბოლოვდება et, il, ma, o, ment და umze. მაშინ ეს ინტერნაციონალური სახელები, ინტერნაციონალური სიტყვა უნდა იყოს, არის საშუალო სქესის. ინტერნაციონალური იმას ნიშნავს, რომ აი დრამას თუ იტყვით ან დოკუმენტს თუ იტყვით, სხვა ქვეყნებშიც ამ სიტყვას გაიგებენ, იმიტომ რომ ანუ იგივე გამოითქმის ინტერნაციონალურია. მაგალითად, das Kabinett, კაბინეტი, das Ventil, ვენტილი, das Drama, დრამა, das Konto, ანგარიში, ეს ბანკის ანგარიში შეიძლება იყოს, ან უბრალოდ თქვენი ანგარიში თქვენი გვერდი, ანუ თქვენი ბლანკი, ასევე რომელიმე ინტერნეტ საიტზე, კიდე იყოს ეს Amazon-ი, კიდე იყოს ეს Otto და ასე შემდეგ. შემდეგ das Dokument, დოკუმენტი და das Zentrum, ცენტრი. ანუ თუ ბოლოვდება et, il, ma, o, ment, სუფიქსებზე, და არის ინტერნაციონალური სიტყვები, მაშინ ისინი არიან საშუალო სქესის. ეხლა რა ხდება? გერმანულ ენაში შეიძლება ერთი და იგივე სიტყვას, ანუ ერთი და იგივე სიტყვას ჰქონდეს ორივე არტიკლი. ანუ ეს სიტყვა შენ თუ იხმარი მამრობითის ან საშუალო სქესის არტიკლით, ეს არ არის შეცდომა. ანუ ორივე სწორია. მაგალითად, das Beze, ანუ ნამცხვრის ბეზე, ხო? შეიძლება ეს იხმარო როგორც der Beze, ან რა და იხმარო როგორც das Beze. ორივე სწორი იქნება. შემდეგ, der Bonbon, ან das Bonbon. ანუ ორივე სწორია, კანფეტი. ანუ ხო, კანფეტი. შემდეგ, der Dschungel, ანახე, d და sh ასო ერთად გაერთიანებული. d და sh ასო. იკითხება როგორც j, Dschungel, das Dschungel. ჯუნგლები. შეგიძლიათ თქვათ როგორც d, ისე როგორც der არტიკლით. შემდეგ, der ან das Keks, კექსი, ანუ პეჩენია, der ანარა და das Filter, ფილტრი. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ან ერთი გამოიყენო, ან მეორე არტიკლი. შეცდომა არ იქნება არც ერთი. შემდეგ, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სხვადასხვა მნიშვნელობის, ნახე, სხვადასხვა მნიშვნელობის, მაგრამ ერთნაირი ფორმის, ნახე, ფორმა აქვს ერთნაირი, სხვადასხვა მნიშვნელობის, ნახე, სხვადასხვა მნიშვნელობის,
მაგრამ ერთნაირი ფორმის არსებით სახელებს ჰქონდეთ სხვადასხვა არტიკლი. მაგალითად, der Bauer არის გლეხი და das Bauer არის გალია. ანუ არტიკლს შევცვლით, ჩვენ უკვე არსებითი სახელის მნიშვნელობაც შევცვალეთ. შემდეგ მაგალითად, der Flur არის დერეფანი და die Flur არის მინდორი. ნახე, არტიკლი შევცვალე და უკვე სხვა მნიშვნელობა მივიღე. საერთოდ სხვა. შემდეგ, der Hut არის ქუდი და die Hut არის სიფრთხილე თავდაცვა. შემდეგი, der Kunde არის მყიდველი და die Kunde ნიშნავს ცნობა, ამბავი. ანუ სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო. შემდეგ, ეს რატომ ჩამომივიდა აქ, არ ვიცი. ოკეი. გერმანულ ენაში არსებობს რთული არსებითი სახელები. და ეს რას ნიშნავს რთული არსებითი სახელი? ანუ ერთი სიტყვა არის შექმნილი ორი სიტყვისგან, ანუ გაერთიანება არის. მაგალითად, der Theaterabend. ეს სიტყვა არის შექმნილი theater, ანუ თეატრი და abendისგან. ნახე, das Theater და der Abend. ანუ ორი სიტყვისგან შედგა. შემდეგი არის შექმნილი Schule, ანუ der Schulhof არის შექმნილი die Schulesგან და der Hofისგან. ამ შემთხვევაში ამ კომბინაციას ეძახიან გერმანულში რთულ არსებით სახელებს. ამ დროს რა ხდება, ხო? ანუ das Theater ამას აქვს das არტიკლი და der Abend აქვს der არტიკლი, ხო? ხო, უნდა შევთანხმდეთ, ან რომელი არტიკლი იქნება მერე მთლიან სიტყვას. აქ ესე ხდება, თუ რომ არსებითი სახელი მიიღებს იმ დაბოლოებას, ანუ უпростоრად არსებითი სახელი მიიღებს იმ არტიკლს, რომელი არტიკლიც აქვს ჩვენ ბოლო სიტყვას. ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში Abends, ხო? რადგან Abend არის der Abend, ეს არის კვირის დღეები და ამიტომ არის მამრობითი სქესის, der Abend რადგან არის, ამიტომ მთლიანი სიტყვა, ანუ თეატრალური საღამო რო თქვათ, მთლიანი სიტყვა მიიღებს მამრობითი სქესის დაბოლოებას, ანუ der Theaterabend. შემდეგ შემთხვევაში der Schulhof არის სკოლის ეზო. ეს არის წარმოქმნილი სიტყვებისგან die Schule, ანუ სიტყვებისგან, ანუ არსებითი სახელებისგან, die Schule სკოლა და der Hof ეზო, ხო? რადგან ესეც არის შეერთებული სიტყვები, ამიტომ Hof, ანუ რადგან ბოლოში დგას, ის უფრო ძლიერია და აძლევს მთლიან წინადადებას მის არტიკლს და იქნება მერე der Schulhof. ამ შემთხვევაში იქნება ასე. კიდევ რა მინდოდა მეთქვა, ეს წესით ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც გეტყვით. გერმანულ ენაში შეიძლება, რომ არსებითი სახელები მხოლობით რიცხვში იყვნენ იდენტური, აბსოლუტურად იდენტური, მაგრამ მრავლობით რიცხვს აწარმოებდნენ სხვადასხვანაირად. და ამ შემთხვევაში მათი მნიშვნელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აწარმოებენ ისინი მრავლობით რიცხვს. მაგალითად, თუ das Band გვაქვს მრავლობითში როგორც die Bänder, მაშინ ის ნიშნავს ბაფთას. და თუ das Band გვაქვს მრავლობით რიცხვში როგორც die Bände, მაშინ ის ნიშნავს ბორკილებს. და ასევე შემდეგ, die Mutter არის დედა და die Mütter არის დედები. და მეორენაირად die Mutter, ანუ ნახეთ, იდენტური არის მხოლობით რიცხვში, die Mutter, ხო? თუ die Mutter მრავლობით რიცხვს აწარმოებს როგორც die Muttern, ანუ Muttern თუ წერია მრავლობით რიცხვში, ხო? მაშინ ის ნიშნავს ქანჩას. ესეთი ადვილია ჩვენი გერმანული ენა. დღეს იყო დღეს, ეს იყო ყველაფერი დღეისთვის, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ საშუალო სქესის განსაზღვრაზე. მე დავალებებ სავარჯიშოებს, თუ ვინც მოესურვებს, შეუძლიათ დაწეროს და პასუხებს შემდეგ კომენტარებში დავწერთ, ანუ დავალების პასუხებს. კარგად, ბრძანდებოდეთ, იმედია გაკვეთილი მოგეწონათ.